ფეხბურთის ტურნირი ახალდაბის უბნებს შორის დასრულდა. წელს ფოთოლეთის მამათა მონასტრის სახელობის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად 5 საფეხბურთო გუნდმა იასპარეზა. 10-დღიანი დაძაბული მარათონის შემდეგ ფინალურ თამაშზე ერთმანეთს ვაჟა-ფშაველას და აღმაშენებლის ქუჩების საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. უბნებს შორის ფეხბურთის ტურნირი ახალდაბაში ტრადიციად იქცა და უკვე მეოთხე წელია ტარდება. ტურნირი ადგილობრივმა ქველმოქმედმა საზაბლიაწიმ დააფუძნა. ძალიან მიხარია რომ ასეთ სიხარული მიონეჭე ამ პატარა სოფელს. და ყოველთვის ვცდილობ რომ ასეთი ტურნირები რაღაცა კიდე რაღაცა გავაკეთოთ. ყველაფერი თავის სოფლისთვის რაღაცა პატარა გავაკეთოთ. ხალხს ცოტა გაჭირვებიდან იმიდან რაღაცნაირად შევუსუბუქებთ. ეს აუცილებელია. ხალხის გვერდზე დამიდგა სოფელს, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი და მარტო ფული და დახმარება არ არის მთავარია ხალხის ნება. ეს ხალხის ნება რო არის ასეთი, იმიტომაც მიხარია რამის გაკეთება სოფელში. ეს არის გარკვეული ქადაგება, პროპაგანდა სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების და რა თქმა უნდა, ქართული ეკლესიის სახელის. მე ვისურვებ, რომ მომავალ წლიდან ამ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა არა მარტო ახალდაბის მოსახლეობამ ახალგაზრდებმა, არამედ ჩემი სურვილია და თხოვნა, რომ ამ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა ყველა ჩვენი რაიონის, ჩვენი კუთხის სოფელმა. სურვილი მაქვს, რომ ზუსტად აგვისტოს ბოლოს ფინალი ჩატარდეს არა ახალდაბაში, არამედ ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე. ახალდაბის საფეხბურთო მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა დაძაბული და სანახაობრივი თამაში იხილეს. ანგარიშის გასათანაბრებლად და უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლა მატჩის ბოლო წუთამდე მიმდინარეობდა. საბოლოო ტურნირის გამარჯვებული ახალდაბის აღმაშენებლის ქუჩის საფეხბურთო გუნდი გახდა. მათ მოწინააღმდეგე გუნდი ანგარიშით 3-2 დაამარცხეს. გრიგო ხანძთელის მამათა მონასტრის თასლის მფლობელნი გახდნენ დავით აღმაშენებლის ქუჩის გუნდი. მე მგონი ხედავთ რომ ყველა ძალიან გახარებულია რა. შარშანად ჩვენ მოვიგეთ თასი, ჩვენთან იყო, ანუ წელსაც ჩვენთან არის. მართლა ძალიან ღირსეული მეტოქე იყო რა. რავი, მეტოქე ძალიან ძლიერი იყო მართლა. ყველანაირად კარგად ვაფასებ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, დამსახურებულად გაიმარჯვა 3-2. კიდე რამინდა რომ თქვა, ფიზიკურად ძლიერი იყო, ჩვენზე ძლიერი გამოდგა. დანაკლისი ყავდა რა თქმა უნდა, ორი ფეხბურთელი არ უხმარებოდა და გამოიწვია ასე. ტურნირის გამარჯვებულს ფოთოლეთის მამათა მონასტრის სახელობის გარდამავალ თასთან ერთად საპრიზო თანხა 1000 ლარის ოდენობით გადაეცა. მეორე ადგილზე გასულმა ვაჟა-ფშაველას ქუჩის გუნდმა საჩუქრად 600 ლარი მიიღო. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ რუსთაველის ქუჩის გუნდს, მათ ტურნირის დამფუძნებლისგან საპრიზო თანხა 300 ლარი გადაეცათ.